სომხეთი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში კავკასიაში რუსული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, რუსული ორბიტიდან გადავიდა. განვითარების ვექტორი მკვეთრად შეცვალა და აწმყოდსა და მომავალიც დასავლეთს დაუკავშირა. გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად შესაბამისი კანონი მიიღო, ხოლო ამ კვირას სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის დედაქალაქში ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს, გულისხმობს როგორც დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საერთო ღირებულებების ხელშეწყობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ხელშეწყობას, სამხედრო კუთხით თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო. ანუ მას შემდეგ, რაც სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ სომხეთის ეკონომიკური წინსვლისთვის, ქვეყანაში სიღარიბის შესამცირებლად და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამერიკამ $100 მილიონი გამოყო. გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სამხედრო დახმარების ასპექტს. ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რაც ქვეყნის ჯარს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთში სასაზღვრო პატრულის ჯგუფის განთავსებასაც გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, ხოლო თავად სომხეთი ისტორიულად ტერიტორიულ დავებში მყოფი ქვეყანაა. ქვეყანაში ამერიკული სასაზღვრო პატრულის არსებობა წესით და რიგით ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, რომელიც ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოა, განსაკუთრებული ეკონომიკით ნამდვილად არ გამოირჩევა. დღეს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $25 მილიარდ 400 მილიონი, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $8500 ფარგლებშია. მართალია, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც სიღარიბეშია და უმუშევრობაში ცხოვრობს. თუ კი რიცხვებს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ სომხეთის ეკონომიკა და მისი განვითარების პერსპექტივა არ არის ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა. თუ დავფიქრდებით, ურთიერთობის განვითარებას უმეტესილად სამხედრო ფესვები აქვს. სომხეთი მცირე ზომის სახელმწიფოა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და თან ამერიკის გაცხადებულ მტერს, ირანს ესაზღვრება, რაც სომხეთს იდეალურ ადგილად აქცევს ამერიკული სამხედრო ბაზების მოსაწყობად. ამასთან მნიშვნელოვანია საქართველოს ფაქტორი, რომელმაც ბოლო დროს კურსი მკვეთრად იცვალა, რასაც ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის მრავალი წლის წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება და ურთიერთობების გაუარესება მოჰყვა. შედეგად არსებობს ვარაუდი, რომ კავკასიის რეგიონში სომხეთმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც 10 წლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სომხეთი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლის დიასპორა თავად ქვეყნის მოსახლეობაზე მოცულობითია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2 მილიონი სომეხი ცხოვრობს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. დღეს გავლენიან ამერიკელებს შორის არაერთ ეთნიკურად სომეხს ხედავთ. მათ შორის არიან როგორც ცნობილი სახეები და ანტრეპრენიორები, ასევე მუსიკოსები და ხელოვანები. საერთო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სომხეთი მკვეთრად დასავლური კურსით ვითარდება და ის სულ უფრო წინ მიიწევს ევროინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ გზაზე.